Telecompanija იმედი ყველა გასართობ გადაცემას ხურავს და საინფორმაციო მაუწყებლობაზე გადადის. ამის შესახებ ტელეკომპანიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა. აშკარაა, რომ ჩვენი ბოლო წლების საერთო მცდელობა აგვეშენებინა დემოკრატიული საქართველოს წარმატებით მიმდინარეობს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია უკვე მიღწეული დემოკრატიის ხარისხის დასვა და უფრო მეტად განვითარება. ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების უზენაესობის ერთგულება და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და კონსტრუქციული ოპონირების გარემოს შენარჩუნება. ტელეკომპანია იცვლის ფორმას და იწყებს ეტაპობრივ გადასვლას ძირითად სამაუწყებლო ფორმატზე, რომელიც საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში მიაწვდის ახალ ამბებს, ეთერს დაუთმობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მაყურებელს შესთავაზებს პოლიტიკური და სოციალური ხასიათის თოქ-შოუების მრავალფეროვნებას. ახლა ტელეკომპანია იმედის ისევე როგორც ყველა ჟურნალისტის, ყოველი მოქალაქისა და მათ შორის ახალი დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების ვალია დაიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მონაპოვარს. იმედი გვაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ღირსეულად გააგრძელებს წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ დემოკრატიულ მემკვიდრეობას, ხელს არ შეუშლის თავისუფალი მედიის მუშაობას და არანაირი ფორმით არ შეეცდება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას. ეს არის ამონარდი ტელეკომპანია იმედის განცხადებიდან. ორი მიზეზი, ერთი რომ ფინანსური კრიზისი და მეორე რაღაცა ვაპირებთ, რომ ტელევიზია შეუცვალოთ ფორმატი. მე არა ვარ იმედი, რომ გადავწყვიტოს სწორია ფორმატის შეცვლა და რაღაც დემოკრატიის სადარაჯოზე დადგომა და ასე შემდეგ. ეს მათი საქმეა მოხდებით და ჩვენ ვართ სტუდია დამოუკიდებელი, რომელიც ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმედი დაკვეთით ამბაზებს და გადაცემებს, უკვე მათი საქმეა არხის პოლიტიკის განსაზღვრა რა. პოლიტიკური თოქ-შოუების გაკეთება ხელს არაფერი არ უშლიდა არასოდეს პრინციპში. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში პოლიტიკური თოქ-შოუები რო იყოს, კარგია. ოღონდ აკეთოს ისეთ ხალხმა, ვისაც ამის კეთება შეუძლია. კარგად.